ამ მომენტისათვის სამწუხაროდ ვერ ვარ საპროტესტო აქციებს ვერ ვესწრები ეს დღეები. ეს მაინც შეძლო, რა ვიცი, ივანიშვილის რეჟიმმა შემიცემით, რომ რამდენიმე დღე გამომთიშეს ამ აქციებიდან. მე ხა თავს არ მოგაბეზრებთ, იმაზე წვით მე რამჭირს. რაღაცა გატეხილი ცხვირი, ტვინის შერყევა, რაღაც დაზიანებები თავზე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მე რაც მიქნეს იქ და როგორც მცემეს და ამას რამდენიმე ინტერვიუში მაქვს თქვამი, საკმაოდ ლაითად ვარ გამომძვრალი. იმის და მიუხედავად, რომ ჩემი ცემა დაახლოებით 9 საათი გრძელდებოდა, იმის და მიუხედავად, რომ მე პოლიციელები მცემდნენ, სპეცრაზმელები მცემდნენ გაკავებულზე სახეში მირთყავდნენ თავზე გადაფარებულს. იმის და მიუხედავად, რომ შემდეგ უკვე სიბნელეში სამართო ტაქში უმოწყალოდ მცემეს და რაღაცა გვაწამეს, ამის და მიუხედავად მე სხვა ადამიანებთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ ლაითად ვარ გამომძვრალი ადამიანები, რომლებიც, რა ვიცი, თორსები დღეს გამოვიდა ის ბიჭი ალექსანდრე კოვინა, თუმცა ადამიანები, რომლებიც სიკვდილის ზღვარზე იყვნენ მართლა ამ რეჟიმთან რაღაც შეხების შემდეგ. მე იმის და მიუხედავად, რომ ხო მოახერხეს ჩემი რამდენიმე დღით გათიშვა, მე არანაირად არ ვაპირებ საერთო ბრძოლის შეწყვეტას. სრული მარაზმი მგონია, რომ ადამიანი დღეს შეეგუოს ამ სისტემას, მით უმეტეს ჩემი რაღაცა მიუღებლობა ამ რეჟიმის არ იყო არანაირად დაბალი, თუმცა დღეს 10-ჯერ უფრო ძლიერია, იმიტომ რომ პირდაპირ შეხებაში მაქვს ნანახი, თუ როგორ იქცევა ის ხალხი, რაღაცა ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები როგორ იქცევიან პრინციპში. ლაზარე, თქვენ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდით ამ საპროტესტო აქციებში, მაგრამ კი არა და სწორედ იმის გამო, რომ გაქვთ თქვენი ცხოვრება და წარმოდგენა ამ ქვეყნის მომავალზე. მაინტერესებს მე რომელ პროფესიაში ხართ, რა საქმიანობთ და რა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ არა თუ მონაწილეობდით ამ აქციებში, არამედ ეს თქვენი დამოკიდებულება ისეთივე თანმიმდევრული არის და მკაცრი იმ ტენდენციის მიმართ, რომელსაც ქვეყანაში ეს რეჟიმი აყალიბებს, როგორც იყო მანამდე, სანამ ასე უხეშად ფიზიკურად გაგისორდებოდნენ. სხვა შორის ტელემაყურებელს მინდა ვთხოვ კიდევ ერთხელ, სხვა შორის აი ბიზნესმენებთან შეხვედრებზე ამბობდნენ უფროსი თაობის ბიზნეს წარმომადგენლები, რომ ჩვენს ოქროს ფონდს ანადგურებენ, ანუ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებშიც ყველაზე დიდი პოტენციალი არის ქვეყნის განვითარების, ამ ქვეყნის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების და შეგნებულად მიზანმიმართულად თავის არეაში დაზიანებებზე რომ არიან მომართულები. ეს პირდაპირი ბრძანება რო სრულდება და ეს არ არის შემთხვევითობა, ამას ამ სტატისტიკისთაც ვხედავთ და იმ მოცემულობითაც, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სახეზე გვაქვს ახლა ეკრანზე. ეს არის ივანიშვილი, როგორც ეპყრობა ქართველ ახალგაზრდობას, ეს არის როგორც დამოკიდებულებაც აქვს თავისი შვილების თაობისა და მომავლის მიმართ. მაპატია ამ ტიპის შესავალისთვის. მართლა მაინტერესებს რომელ პროფესიაში ხართ, რა საქმიანობთ? მე ბოლო 2 წელია საერთოდ საქართველოში აღარ ვცხოვრობ, ვსწავლობ საპიენცას უნივერსიტეტში რომში, კურსზე, რომელსაც ცოტა ჩახლართული სახელი აქვს, მაგრამ არის კომპიუტერული მეცნიერებები და კომპიუტერული მეცნიერებები ხელოვნური ინტელექტის განხრით. დღემდე ამ კურსზე ვარ, თუმცა ზაფხულში მე ჩამოსულზე გადავწყვეტ დარჩენილიყავი ჯერ არჩევნებისთვის და რაღაცა ყოფილიყავი დამკვირვებელი და მაქსიმალურად მაღალი მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში, რაც შემეძლო გამეკეთებინა და შემდეგ უკვე როცა ნახე რა მარაზმი, რაც ხდებოდა თუნდაც საარჩევნო უბნებზე და არჩევნების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საერთოდ დარჩენილიყავი და ჩემი სწავლა ასე ვთქვათ გადამედო. მე არ ვიცი რამდენად რაიმე ოქროს ფონდის ნაწილი ვარ თვითონ. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მართლა ხდება ქვეყანაში ყველაზე იმ ადამიანების დაშინება, იმ ადამიანების დამცირება, იმ ადამიანების, რა ვიცი, იმ ადამიანებზე ძალადობა, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ ქვეყანა, რომლებიც ზად არიან, რომ ყოველღამე მათი ცხოვრებისას დანარჩენი ნაწილების და მიუხედავად გაატარონ აქციები, საჭირო მათ არბევენ, მათ ცემენ, მათ ურტყამენ. ის რომ დღეს საერთოდ რაღაცა ნორმალიზებული არის ჩვენთვის, რომ იქ ვიღაცა პეპერ სპრეის გასხავს, რომ იქ გცემენ, რომ იქ რაღაცა ხუთა
გაზებს გაყლაპებენ. ეს არის დასტური იმ ადამიანების შემართებისა, რომლებიც იქ და რომლებიც გავართ. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გატრუხებული გვაქვს. ანუ აბსოლუტურად გააზრებული აქვს ყველა მდგომ ადამიანს რას ნიშნავს იქ მდგომა და აბსოლუტურად მზად არიან იმის რომ ყველანაირი ეს რაღაცა პრობლემა, ყველანაირი ეს ძალადობა თავიანთ თავზე აიღონ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულის გამო. იქ ხო აბსურდია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები პირადი ინტერესის გამო დგანან. რა პირად სარგებელს უნდა მოელოდეს იქ მდგომია. ჩვენ ხო ნანახი გვაქვს რაღაცა კოცების აქციები, რომლებიც რაღაცა ეროგებით ჩამოყავთ მართლა, ნახევარი საათი გააკატავებენ ხოლმე თბილისში და მერე გზავნიან უკან სახლებში. ანუ აქ გომი ყველა ადამიანი დგას იქ. მართლა ძალიან ანუ არც ისე ადულ პირობებში საუბარია პოლიციასთან კონფლიქტში საუბარია ხუთავგაზში საუბარია პეპერსპრეი თვალებში იქ დგას ყოველღამე და ამაზე უკვე პრეტენზიაც კი აღარ აქვს. ეს ძალიან ნორმალიზებულია მათთვის. ლაზარე, ძალიან დიდი მადლობა. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. დაგემშვიდობები და მადლობას გიხდი შენი ძალისხმევისთვის, გაღებული მსხვერპლისთვის, მათ შორის დაგემშვიდობები და შენს გარეშე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. ლაზარემ თქვა, რომ მე რამდენად ვარო ოქროს ფონდიო, ამას ვერ ვიტყვიო. თავის თავზე რა თქმა უნდა ვერ იტყვის, მაგრამ ან ამ ადამიანს შეხედეთ და ამ ახალგაზრდას იმას, რაზეც ის საუბრობს, რის გამოც იბრძვის ის, როგორი საქართველოსთვისაც იბრძვის, ან იმაზე დავფიქრდეთ, რომელ პროფესიას ეუფლება ეს ადამიანი, ხო? კომპიუტერული, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ხო, აი სალომე ზურაბიშვილის ფოტო რო გაჩვენეთ ელონ მასკთან. ელონ მასკისნაირები რომ გვინდა რომ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად რო იქცეს ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ეკონომიკის მომავლის ეკონომიკა ეს არის ზუსტად ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკონომიკა და ამის პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ზუსტად ამ ახალგაზრდების. აი ლაზარე მაღლაკელიძეების რესურსი არის ზუსტად ეს. ამიტომ არ მერიდება მე ამ სიტყვებისა და ეპითეტების წოდების მათთვის, რომელიც ჩემი სიტყვები არ არის ამ შემთხვევაში. დავესესხე ქართულ ბიზნესმენებს, რომლებმაც დღეს თავიანთ შეხვედრაზე ძალიან ღიად და მკაფიოდ ისაუბრეს ამაზე და მათ მადლობა ეკუთვნის ამისთვის, რომ ისინი ესეთი, ასე ვთქვათ, აქტიურები გახდნენ ამ ბოლო ხანებში, რაც დასაფასებელია და იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც არ დაემალებიან საკუთარ სინდის და ღირსებას და რაციონალიზმს მათ შორის და ხმას ამოიღებენ.